მინერალების შესახებ შეთანხმება შედგა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მიაღწიეს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ექსპლუატაციას ითვალისწინებს. უკრაინელი მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს და ამერიკის შეერთებული შტატების გრძელვადიან ხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ვაშინგტონში 28 თებერვალს ჩავა. გავიგე, რომ პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღები იქნება, თუ მას შეთანხმებაზე ხელის მოწერა ჩემთან ერთად სურს. მესმის, რომ ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი საქმე და ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი, თუნდაც გამოკითხვებს რომ გადახედოთ, ძალიან ბედნიერია, რადგან ბაიდენი ფულს ბამბის ტკბილეულისავით არიგებდა. ეს შესაძლოა ტრილიონი დოლარის გარიგება იყოს. საუბარია იშვიათ მინერალებზე. ნახეთ, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთთან ომზე, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. რაც არ მოგწონს ისაა, რომ ევროპამ 100 მილიარდი დახარჯა, ჩვენ კი 350 მილიარდი. ევროპა თავის ფულს დაიბრუნებს, რადგან მათ ეს დახმარება სესხის სახით გასცეს, ხოლო ჩვენ კი უბრალოდ მივეცით მათ. იქნება ეს 300 თუ 350 მილიარდი, არავინ იცის. ამაზე პასუხსაც ვერ მცემენ, რაც ნიშნავს, რომ ალბათ ამაზე მეტიცაა. ამრიგად, რასაც ახლა ვამბობთ, ისაა, რომ გვინდა ვიყოთ დაზღვეული, გვინდა ჩვენი თანხის დაბრუნება. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინას მსგავსი შეთანხმება წარედგინა. ვაშინგტონმა წარსულში წარმოადგინა შეთავაზება, რომელიც უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის სანაცვლოდ ამერიკის გრძელვადიან მხარდაჭერას ითვალისწინებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო, რადგან ის უკრაინას საკვარის გარანტიებს არ სთავაზობდა. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Financial Times განუცხადეს, რომ წარსული შეთავაზება მიუხედავად იმისა, რომ არ ითვალისწინებდა უსაფრთხოების აშკარა გარანტიებს, ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო.